ვნახავთ თუ არა ბიტკოინს მალე $100,000-ზე. მეგობრებო, ამ ვიდეოში ვისაუბრებთ ბიტკოინზე და ეთერიუმზე, თუ რას აკეთებენ ისინი, რას უნდა მოველოდეთ და ასე შემდეგ. პირველ რიგში სანამ გადავალთ ჩარტებზე და ყველაფერს განვიხილავთ, ესე ვთქვათ, ტექნიკურად, მანამდე მინდა ცოტა ფუნდამენტებს შევეხო და ფუნდამენტებში გეტყვით იმას, რომ თქვენ კიდევ ერთხელ შეიძლება დააგვიანეთ ყიდვა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხისგან, ადამიანისგან მესმის, ვინც თვითონ არ ყიდულობს, ვინც შეიძლება ყიდულობს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ვისგანაც მესმის ხოლმე ესეთი ნარატივები და ესეთი ტექნიკური წარმონათქვამები, ესე დავარქვათ, ან თუნდაც ფუნდამენტალური წარმონათქვამები, ყოველთვის ვიცი ხოლმე, რომ ისინი ხშირ შემთხვევაში არ აკეთებენ ინვესტიციას და უბრალოდ ჩვეულებრივად ჰაერზე ისვრიან ხოლმე რაღაცებს, იმიტომ რომ შე რო იყო ინვესტორი და რომ იცოდე რას აკეთებ, ესეც ისოდე რაღაცებს არ იტყვი. როგორც არის ბიტკოინი 48,000-ზე, ბიტკოინი 30,000-ზე, 12,000-ზე, თუნდაც 55,000 ავიღოთ, 54 ავიღოთ, არ აქვს მნიშვნელობა, როცა შენ ყვირი ხარ რამე გარკვეულ, ესე ვთქვათ, ციფრს, მაგ შემთხვევაში ვიცი, რომ შენ საერთოდ აზრზე ხარ, ესე ვთქვათ, არც ინვესტიციების და ტრეიდინგს დავანებოთ საერთოდ თავი და ტექნიკურ ანალიზს საერთოდ თავი დავანებოთ. რატო ამობ ამას? შენ გაქვს ლეველი მაღლა, შენ გაქვს ლეველი ქვემოთ, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. ესე ვთქვათ, შენ რა გგონია და ასე შემდეგ, ფასი მიდის მაღლა, როცა ხალხი ყიდულობს, ჩამოდის ქვემოთ, როცა ხალხი ყიდის და აქვე მინდა ერთი ძალიან სასაცილო რაღაცა გითხრათ, რაც ჯერ ვინც კრიპტოში არის, ჯერ ამ გამონათქვამს ვერ დაანებო თავი, რაც არის სეზონები. მოდი ერთხელ და სამუდამოდ ავხსნათ, ვინც არ იცის თუ რა არის სეზონი, კრიპტო სეზონს რო ეძახიან altcoin სეზონს და ასე შემდეგაც 4 წლიან ციკლს და სეზონო 1000 სულებს რო ეძახიან, მოდი ავხსნათ ახლა გარკვეულად და კონკრეტულად ყველასთვის, რომ ყველამ გაიგოს რა არის სეზონი, იმიტომ რომ ბევრმა არ იცის რა არის სეზონი. საერთოდ შეიძლება სიტყვის მნიშვნელობა არ იცოდეს, ამიტომ მივცემ ჩემ თავისუფლებას და აგეხსნით თუ რა არის სეზონი. სეზონი არის მაგალითად გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. არ აქვს მნიშვნელობა დღეს და ხვალ მე და შენ ვიქნებით თუ არა დედამიწაზე, ანუ ვიცოცხლებთ თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა ამერიკა ირანს დაარტყავს თუ საქართველოს რუსეთს დაარტყავს და სუმთლიანად აიღებს თუ ახალი კორონავირუსი იქნება თუ რავი დიდი კატასტროფა მოხდება თუ ბოინგი ჩამოვარდება თუ ნავთობის ფასი აიწევს თუ აშენ არ აქვს არანაირი მნიშვნელობა რა მოხდება მსოფლიოში. გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი მაინც ყოველთვის გვექნება. ზამთარში ყოველთვის იციებს, ზაფხულში ყოველთვის ეცხლება. ეს ყოველთვის გვექნება. ხო, ეს არის სეზონი, რაც არ უნდა მოხდეს, ანუ გარე ფაქტორები, რაც არ უნდა მოხდეს, ეს მაინც აუცილებლად იქნება. ეხლა რაც შეეხება კრიპტოს, მეგობრებო, დავიმახსოვროთ ერთხელ და სამუდამოდ. კრიპტო იწევს მაშინ, არ აქვს მნიშვნელობა, კრიპტო იქნება თუ სხვა რამე, ასეთი იწევს მაშინ, როცა მოთხოვნა არის დიდი. რატომ ეწოდება მოთხოვნა და მიწოდება? როცა მოთხოვნა არის დიდი და მიწოდება არის ნაკლები, მაგ შემთხვევაში ფასი იზრდება, ხო? და აქ საერთოდ ვერ ხვდები რა შუაში არის იმის სეზონი, ამის სეზონი, ამის ეს. არა. თუ შენ მიგაჩენ რომ ბაზარი არის, ანუ გარკვეული ასეთის ფასი არის იაფი და შენ გინდა ყიდვა, ანუ წარმოიდგინე შენ გინდა Lamborghini-ის ყიდვა, რომელიც მიხვედი მაღაზიაში და გითხრას რომ იცი რა $200,000 ღირს. თქვი რომ იცი რა ცოტა მეინძვრება, კაი წავალ, არ მინდა. მეორე მესამე დღეს გირეკავს გამყიდველი და გეუბნება, იცი რა? მოხდა და ჩვენ გვაქვს ფასდაკლება, ღირს 160,000. 20%-იანი ფასდაკლება, ანუ ხო იყიდე. და ზუსტად იგივე არის ასეთებში, თუ შენ ხარ რაღაცაში დაინტერესებული და გჯერა long term-ზე, ამ შემთხვევაში როცა ის უფასურდება, გინდა ყიდვა, ხო და შენ იმაზე გემბლინგი რო კიდე დავარდება, ამერიკა იმას გააკეთებს, ან იქის მოხდება და გამბლერო, უკვე დაგვიანებული ხარ, იმიტომ რომ არც შენ, არც მე და ვერც ვერავინ ვერ გამოიცნობს თუ სოფლიოში რა მოხდება, ვინ ვის დაარტყავს, სადრა კრიზისი მოხდება და ასე შემდეგ. ერთადერთი რაც იცი შენ არის ფასი, ანუ მაგალითად რომ ავიღოთ ხლა ბიტკოინზე არის თუ არა ეს ფასი იაფი, რა თქმა უნდა არის ეს ფასი იაფი, ამიტომ უყიდულობ, ხო? მაგრამ შენ თუ ველოდები რომ კიდევ უნდა დავარდეს 40,000-ზე, 35,000-ზე და ასე შემდეგ, გესვათ, არ მოხდება, იმიტომ რომ შენ გგონია ეგრე რომ მოხდება და ეგრე რომ ყველა ელოდებოდეს და ანუ ყველას ეგრე ადვილი იყოს გასხველი, რა თქმა უნდა ფულს ვეღარავინ, ანუ ფულს ყველა გააკეთებდა, ხო, რაც რა თქმა უნდა შეუძლებელი არის, პირიქით არის 90-95% უნდა კარგავდეს ფულს, რომ დანარჩენ 5%-მა 10%-მა გააკეთოს ფული და კარგი ფული. ხო, მოდი ახლა ეს რაც შეეხება ფუნდამენტალურად და მინდა ახლა გადავიდე მეგობრებო ტექნიკურ მხარეს და განვიხილოთ თუ რა ხდება ბაზარზე ტექნიკურად.
განვიხილოთ Bitcoin-ს და Ethereum-ის ფასი და რატომ გონია რომ Bitcoin-მა შეიძლება ამ წელსაც თუნდაც ავიდეს 100,000-ზე და გააკეთოს ძალიან კარგი ზრდა. ამ ადგილიდან რომ გავზომოთ 100,000-მდე პლუს მინუს არის უკვე თითქმის 40%, მოდით დავარღვევთ ჩვენ ასაც იკეთოთ. მაგრამ ანუ ბოდემიდან ახლა სადაც იყო ყველა ეს დიდი ტესტი, მაგედან 100,000-მდე არის პლუს მინუს უკვე 65%. მაგრამ საშუალოდ რომ ავიღოთ, ანუ აქ ვიცოდით რომ იყო კიდეც ადგილი, მოდი საშუალოდ აქ ავიღოთ, აქედან უკვე ნუ პლუს მინუს 50%-მდე მოგება, ხო? და მოდი ახლა ის რაც ფუნდამენტალურად თქვით, გადმოვიტანოთ ახლა ტექნიკურად, რომ რატო ამბობ, რომ არ იცი შენ ბაზარი ჩამოვა, აი მაგალითად ავიღოთ ბაზარი აქ რომ იყო, ხო, აი ბაზარი აქ იყო, ხო? აი მეც ვამბობდი რომ შესაძლებელი იყოს ბაზარი აქაც გაიტესტოს, აქაც გაიტესტოს. შეიძლება თუნდაც 54,000 ჩამოვიდეს, შეიძლება, რა თქმა უნდა, შეიძლება ასე 43-44,000-იც გაიტესტოს, ხო, მაგრამ ეს წინასწარ არავინ არის. როდის იცი შენ რომ ბაზარი შეიძლება აქამდე ჩამოვიდეს, მაგ შემთხვევაში როცა შენ წინა ლეველს დაკარგავ. ანუ ჩვენ უკვე ეს ლეველი რომ დავკარგეთ, უკვე ვიცოდით რომ მაგ შემთხვევაში შეიძლება და ქვემოთა ლეველი გატესტილიყო, რომელიც იყო მაგალითად 68,000 და ამასაც თუ დავკარგავდით, შემდეგ შევიცოდით რომ შეიძლება და გატესტილიყო ეს ლეველი, რომელზეც მე ხშირად მქონდა საუბარი, ხო? იმ შემთხვევაში აქაც თუ ვერ შევინარჩუნებ სიძლიერეს და დავკარგავთ აი ამ ლეველსაც, ამ შემთხვევაში თუ ეს რეინჯი დავკარგეთ, ახლა ჩვენ ვართ რა თქმა უნდა რეინჯში, მაგ შემთხვევაში გაგვიაქტიურდება ქვემოთა ლეველები და გესვათ, არ შეგეშინეს და შეიძლება უპრობლემოდ გაიტესოს 54-55,000 დოლარის ლეველი და შემდეგ ესეც თუ გავტეხეთ, მეგობრებო და ვერ შევინარჩუნეთ, ჩამოვა უფრო ქვემოთ და გავტესტავთ 40,000 დოლარს. ანუ აქ კიდე ისმევა ესეთი კითხვა, ანუ სეზონი რა შუაში არის აქ, თუ მაგალითად აქ არ არის საკმარისი მყიდველი, ხო, ანუ აქ არ იყიდა ხალხი. მე არ ვარ დაინტერესებული, შენ არ ხარ დაინტერესებული, ის ხდება, არავინ არ იყდა, მაგ შემთხვევაში ბაზარი წამოვა რა თქმა უნდა ქვემოთ, ხო? და ნახეთ ახლა რა ხდება. მე ვამბობ ყოველთვის იმას, რომ რაც ყველას გონია, ზუსტად ის არ მოხდება და რა ეგონა ახლა ყველას ეგონა, რომ შეიძლება თუ არა კიდე გაიტესტოს, რა თქმა უნდა, შეიძლება რომ უფრო ქვემოთ ჩამოვიდეს, გაიტესტოს ის 54,000 და ის 44,000 დოლარიც, მაგრამ როცა ბაზარი, ანუ ბაზარმა რო გააკეთა ამხელა ვარდნამერი ამერიკამ ირანს დაარტყა იქომები, კრიზისები, ისინი და შემდეგ ანუ ყველას ეგონა რომ ბაზარი წამოვიდოდა კიდე ქვემოთ, მაგრამ ანუ ყოველთვის იმას ვამბობ, რომ რაც ყველას გონია, ზუსტად ის არ ხდება და ეხლა ზუსტად იგივე რამე ხდება, მეგობრებო. ამიტომ ბაზარი ჩამოვა თუ არა კიდე ქვემოთ, ეგ არავინ არ იცის, მანამდე უნდა მოხდეს ბევრი რამ, როგორც არის, მაგალითად, უნდა დავკარგოთ ეს რეინჯი, ნუ ხედავთ რომ ამ რეინჯში უკვე ძალიან დიდი ხანი ვარ, 2 თვეზე მეტი არის, მოდი გადავზომოთ უცბად. კი, 2 თვეზე მეტი არის. და ამასაც ვამბობდი რომ არ უნდა გავიკვირდეს, რომ შეიძლება რამოდენიმე კვირა, რამოდენიმე თვე ამ რეინჯში ვიყოთ, იმიტომ რომ ქონდა დიდი დროპი და აქ უკვე მყიდველები და გამყიდველები არიან, რა თქმა უნდა, ბაუნში, ასე ვთქვათ, ერთი და იგივე ლეველზე არიან, ანუ ყოველ გაყიდულ ორდერს აქვს ყიდველი და ყოველ ყიდველს აქვს გამყიდველი. ამიტომ ასე ვთქვათ, ეხლა ვართ რეინჯში, არც მაღლამიდის ბაზარი არც ქვემოთ, მაგრამ რო ავიჩევთ აქედან გზას, მაგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პირდაპირ აქ 100,000 არ ამოვალთ, ხო, ამისთვის აუცილებელი არის რამოდენიმე ლეველის გარღვევა. ნახეთ ახლა რა ხდება. პირველ რიგში ვიცით რომ აი ჩვენ გვაქვს აქ ეს 75,000 დოლარიანი ლეველი, ხო, იმ შემთხვევაში თუ დეილიზე ჩვენ ეს გავარღვიეთ, მაგ შემთხვევაში ვიცით რომ ჩვენ გაგვიაქტიურდება ლეველი აი აქ 88,000 და ლეველი აი აქ 94,000, ხო? მაგრამ სანამ აი აქ ამ ლეველზე წამოვალთ, ამისთვის აუცილებელი იყო რომ გაგვერღვია ეს რეინჯი, ხო? ანუ ეს ამ დროპ-ოვზე მქონდა საუბარი, ეს დროპ-ოვი გავარღვიეთ და ვთქვი რომ გაიხსნა უკვე გზა 80,000 დოლარამდე, ხო, აი აქ 78,000 დოლარამდე, რასაც ხედავთ, რომ სრულიად შესაძლებელია რომ მოხდეს. გამოიყურება თუ არა ბაზარი აქ ლოკალურად პოზიტიურად? არა, ხედავ რომ ძალიან დიდი პანიკა არის, მყიდველები, ბაიერები, ესე ვთქვათ, ცოტა პანიკისელი პანიკ-ბაი. მაგრამ news driven price action-ი, რომელსაც ხედავ აი აქ, ანუ რაღაც news-ი რო გამოვა და ბაზარი მაღლა ავა, ძალიან სწრაფად ჩამოვა, მერე რამოდენიმე საათში ისე უბრუნდება თავის ნორმალურ ფაზზე. ანუ ეს პანიკა ბაზრიდან უცბად მიდის, ამიტომ დიდათ რომ გითხრათ, ძალიან პოზიტიურად არ გამოიყურება აქ ბაზარი, მაგრამ სრულიად ნორმალური არის, იმიტომ რომ ჩვენ ვიყოფებით ახლა აქ რეინჯში ძალიან დიდი ვარდნის შემდეგ. მაგრამ ეს გეინი არ შეგვიძლია დავკარგოთ, უნდა ვაღიაროთ, რომ იყო ჩვეულებრივი გეინი აქ დღიურზე. იყო აქ პირველი გეინი აქ იყო, შემდეგ ანუ გავტესტეთ, დეფენსიური გავტესტვა იყო, შემდეგ გავაკეთეთ higher high და აქ ისევ higher low გავაკეთეთ, ანუ
აქ ჩამოსვლა არ იყო პოზიტიური, ანუ მირჩივნოდა რომ აი აქ ამ გატესტვის მერე წასულიყო მაღლა და გაეკეთებინა ჰაი, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ვერაფერს ვერ წყვიტავთ. ბაზარი წამოვიდა უფრო ქვემოთ, შევინარჩუნეთ ეს ლეველი და მივიდივართ ახლა მაღლა. რა მინდა რომ ახლა ნახო ახლა სიმართლე მოგითხრათ, საერთოდ აღარ მინდა რომ ბაზარი ქვემოთ წამოვიდეს. ყველაზე კარგი სცენარი იქნებოდა აი აქ, მაქსიმუმ აი ამის შენარჩუნება და ნუ ყველაზე ესე ვთქვათ basic და საშუალო სცენარი რაც შეიძლება მოხდეს არის აი ეს. ნუ ამ ადგილის დაკარგვა უკვე აღარ მინდა და ქვემოთ გავიკვაცა აღარ მინდა, იმიტომ რომ მინდა ახლა რომ ეს პოზიტივი და ეს დინამიკა შენარჩუნდეს, მაქსიმუმ ეს ლეველი გაიტესტოს და პირდაპირ გავტესტოთ აი ეს ლეველი, სადაც რა თქმა უნდა თუ გაქვს აქ ქვემოთ ნაყიდი უნდა დააფიქსირო მოგება, ხო, იმიტომ რომ 20%-იანი ზრდა გექნება. თუ შენ ამ 20%-იან ზრდაში არ დააფიქსირო. მოგება, ნუ რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ვერ ვიტყვი რომ გამბლერი, ანუ ხო, გაჩნია რა რამდენი თანხით ახლა შესული, მაგრამ მე ყოველთვის იმას ვამბობ, რომ იმ პატარა თანხითაც თუ არ გააკეთებ იმას, რაც უნდა გააკეთო, ესე ვთქვათ, რასაც გააკეთებდი დიდი თანხის შემთხვევაში, ნუ ბევრ რამეს დაკარგა. ამიტომ ჩემი აზრით სრულიად ნორმალური არის რომ აქ დააფიქსირო. მოგება იმ დაფიქსირებული მოგებით, თუ ბაზარი წამოვიდა ქვემოთ და გაიტესტა ისევ ქვემოთა ლეველები, ნუ რა თქმა უნდა შეგიძლია დაამატო, მაგრამ თუ გაარღვია მაინც 80-90% ისე ამ პოზიციაში იჭდები და აქ დააფიქსირებ მოგებებს, ხო? ამიტომ მეგობრებო, მოდი დავანებოთ ამ სეზონებს თავი და აი მარტში და აპრილში და ივნისში და ივლისში იქამდე ჩამოვა და აქამდე ჩამოვა. აი ეგეთ რაღაცას რომ აქვს ვიღაცა უბრალოდ შემოტრიალდი და გაიგეც, იმიტომ რომ ესე იგი ის რო გეოვნება ეს და ეს მოხდება, იმან იწინასწარმეტყველა ტრამპი რას გააკეთებს, იმან იწინასწარმეტყველა ყველა ცუნამი, აფეთქებები, მიწისძვრები, ნავთობის ზრდა, ვარდნა, ინფლაცია, საპროცენტო განაკვეთის ზრდა, ვარდნა, ნუ ყველაფერი წარმოიდგინე იწინასწარმეტყველა. და ეგრე გამოიცნო რომელ თვეს, რომელ რიცხვში სადამი ჩამოვა და ასე შემდეგ. და ეგეთი ადამიანი, ხო? ეგეთი ადამიანის ადგილი დედამიწაზე არ არის, უნდა გადასხოვდეს მარსზე ან სადმე სხვაგან. ანუ საერთოდ იქ უნდა იცხოვროს, რა ქვია, პლანეტის გარეთ. სადღაც ასწავლე ადგილზე უნდა იყოს, არა თუ აქ, ხო? ამიტომ ეგეთ რაღაცებს უნდა ველოდოთ. მაგრამ მოდი ახლა ისე განვიხილოთ, მეგობრებო, ყველაფერი ძალიან, ესე ვთქვათ, ბავშვის ენაზე რო ვისაუბროთ, იმიტომ რომ ყოველთვის შენ თუ არ შეგიძლია აუხსნა რამე 12 წლის ბავშვი ისე რომ გაიგოს, ნუ ესე იგი შენც არ გესმის, ხო? მოდი ამიტომ ავხსნათ ეს ყველაფერი ბავშვის ენაზე. ჩვენ ვიმყოფებოდით რენჯში, რომელიც რა თქმა უნდა გავარღვიეთ, გავუტესტეთ ძალიან დეფენსიურად, რაც არ იყო ჩემთვის პოზიტიური, ნუ არ არის პოზიტიური, როცა ამხელა გენს აკეთებ და მე ისე ყველაფერს თმობ, ამ ზრდას თმობ, ეგ ნიშნავს იმას, რომ არის პანიკა. მაგრამ ხედავთ რომ შევინარჩუნეთ ეს მაინც 4 საათიანზე, დეილიზე უკაცრავად და ვაგრძელებთ ახლა მაღალ და მაღლა სვლას. პირველი ჩვენი ლეველი, სადაც ჩვენ ვეჯახებთ, იქნება რა თქმა უნდა, აი ეს ლეველი. ნუ მე აქ ბოქს დავხაზავ, იმიტომ რომ ყოველთვის ვიღებ ხოლმე აი ამას. ნუ შიგნით და გარეთ ამ ხარეს ხოლმე, აქ გავაკეთოთ ეს. დავაკოპიროთ აქ და გავაკეთოთ წითლად. ნუ რა თქმა უნდა, აქ შორტების მოძებნად შეიძლება. შემდეგ გავიღოთ ეს დავაკლავნოთ ესეც დავაკლავნოთ ესეც და გეტყვით ახლა რატო ვაკეთებ მე ამ ყველაფერს clone okay კიდევ ერთი და ვიტო ესეც დავაკლავნოთ, ესეც დავაკლავნოთ. აქ. და ნუ მე რა თქმა უნდა კიდე ერთი ვქნათ. ეს უკვე ჩვენი ლიკვიდობა აქ. კარგი, ახლა რა ხდება? ნახე, ანუ ჩვეულებრივ მაქვს განსაზღვრული, თუ სადამდე შეიძლება ფასი ავიდეს, მაგრამ ამ ყველაფრისთვის რა თქმა უნდა არის საფეხურები გასავლელი. მაგრამ მოდი ახლა ცუდი სცენარიც განვიხილოთ, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავკარგეთ აი ეს პრეშური, თუ დავკარგეთ, ნუ რა თქმა უნდა, ანიშნავს იმას, რომ აუცილებლად ქვემოთ ჩამოვალთ, მაგრამ სავარაუდოდ გავტესტავთ ამ რენჯის ქვემოთ ამ ხარეს, აქედან ავიღებთ ლიკვიდობას და ესეც თუ დავკარგეთ, მაგ შემთხვევაში ჩამოვდივართ ქვემოთა ლეველებზე, რომლებიც არის აი ეს 57000, შემდეგი არის აი ეს 54000 და შემდეგი არის უკვე ყველაზე ცუდ სცენარში 43-44k
ლეველი, აი ეს ლეველები, მაგრამ ნახეთ 44-კაზე ძალიან ადრეა საუბარი, იმიტომ რომ პირველ რიგში უნდა მოხდეს ამის დაკარგვა, ამას რომ დავკარგავთ, აქაც არ უნდა იყვნენ მყიდველები, ანუ უნდა დავკარგოთ ეს რეინჯი და მაგ შემთხვევაში ჯერ ჩვენ გავტესტავთ ესე ვთქვათ 58000 ლეველს. თუ აქაც არ იყვნენ მყიდველები და აქაც დავკარგეთ, მაგ შემთხვევაში გავტესტავთ 54000 და თუ აქაც არ იყვნენ მყიდველები, მაგ დავკარგეთ ეს ლეველი, მაგ შემთხვევაში გვექნება ფლოში $44000. არის თუ არა შესაძლებელი, რა თქმა უნდა არის შესაძლებელი, მაგრამ ამას ჩვენ წინასწარ ვერ ვიტყვით. ვერც იმას ვიტყვი, რომ 100000 არის შესაძლებელი, მაგრამ რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ჩვენ მქონდა ესე ვთქვათ დიდი დროპი, აქ რო დიდი ხანი ვიყავით, ნათქვამი მქონდა, რომ ეს არ არის ცუდი, აქ რომ დიდი ხანი რეინჯი ვართ, იმიტომ რომ შემდეგ მომავალში როცა იქნება კორექცია და რიტესტი, ვეცოდინება, რომ ამ რეინჯის გატესტვა შეიძლება. ანუ ამ რეინჯის გატესტვა, ეს რეინჯი იყო აქედან აქამდე შეიძლება და გატესტილიყო აგრესიულად, სადაც ხედავთ რომ ვაში ინარჩუნა, შემდეგ იყო აი ეს ლეველი და რა თქმა უნდა არის ამ რეინჯის ქვემოთ მხარეებიც, რომელიც შეიძლება გაიტესტოს, ხო, მაგრამ არ არის აუცილებელი რომ ეს ყველაფერი გაიტესტოს, თუ რა თქმა უნდა არიან ყიდველები. ამიტომ ეხლა რა ხდება? ანუ განვიხილეთ ქვემოთ მხარე, ხო, თუ სადამდე შეიძლება ბაზარი წამოვიდეს. თუ შენ მაგალითად უკვე აქ გაქვს ადმე ნაყიდი, მაგ შემთხვევაში ვიცით რომ შენ გექნებოდა პლუს მინუს 17-20% მოგება, მაგრამ თუ ქვემოდან გავსინჯეთ აქამდე ამოვიდა 30%-იანი მოგება, მაგრამ რა თქმა უნდა ბოდემი არასდროს უნდა შეეცადო, უბრალოდ ქვემოდან გავზომე ახლა მე. მაგრამ ქვემოდან არასდროს უნდა შეეცადო ხოლმე, ყოველთვის უნდა შეეცადო რომ ესე საშუალო ფასი აიღო და 17-18% ნუ დავამკვალთ 20% მოგება. ანუ ვიცით რომ აქ შევინარჩუნეთ, გავარღვიეთ ეს რეინჯი და რა არის შემდეგი ლოგიკური ზრდა არის ეს ჩვენი $78000, ხო? აქედან შეიძლება უბრალოდ ჩვენ აქ ლოკალური დაღმავალი ტრენდი გავაგრძელოთ და წამოვიდეთ უბრალოდ ქვემოთ, ხო? ანუ სრულიად შესაძლებელი არის. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გავარღვიეთ ეს ლეველი, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ჩვენი high time frame reversal-ი მოხდა და მაგ შემთხვევაში შეგვიძლია დავატარგეტოთ $98000-იანი ლეველი, რომელიც შეიძლება აქ დავარიჯექტოთ, წამოვიდეთ აქ ქვემოთ, მე წავიდეთ, მაგრამ ეს არავინ არის, ხო, წინას. მაგრამ ესეც თუ გავარღვიეთ, შემდეგ ესე ვთქვათ, აქ გვექნება rejection-ი, ესეც თუ გავარღვიეთ, მაგ შემთხვევაში უკვე გვექნება $100,000-იან ლეველი, ანუ გზა გვექნება გახსნილი $100,000-მდე. მაგრამ ამისთვის რა თქმა უნდა მოხდეს ეს საფეხურები. ხომ ჯერჯერობით ეხლა ანუ ეს რიტესტი რა თქმა უნდა არ იყო პოზიტიური, მაგრამ ეხლა რაც ხდება აქ, ანუ ჩემთვის ძალიან პოზიტიური არის, იმიტომ რომ ბაზარი მიიწევს აქეთკენ და აქეთ არის $78000-იან ლეველზე არის. დასაკვირველი თუ რას გააკეთებს, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გავარღვიეთ ეს, ну მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვარაუდოთ, რომ high time frame, ანუ მაღალ time frame ესე ვთქვათ, reversal-ი არის დადასტურებული და შეგვიძლია ჩვენ უკვე ვიყუროთ მაღლა და ვაფიქსიროთ მოგებები და იმ ხალხმა, ვინც მე მიმტკიცა, ანუ ძალიან სასაცილო არის ხოლმე რა, ანუ შენ თუ გესმის ინვესტიციები და ანუ მე რა თქმა უნდა არ მაქვს ამ ყველაფერზე პრობლემა, ვისაც უნდა რა დაწეროს კომენტარებში, მაგრამ ანუ იგრძნობა დაბალი ინტელექტი და დაბალი ესე ვთქვათ, ну არ ვიცი რატომ ეჯიბრება ვიღაცა რომ ბიტკოინ მე ვწდები და ბიტკოინი ჩამოვა 40000 შეიძლება, ანუ არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მე იქაც ვიყიდი და აქაც ვიყიდი, ხო, ანუ მე არ ვარ გემბლერი, მე ვარ მომზადებული ყველანაირი სცენარისთვის. შენ ხარ მომზადებული მარტო ერთი სცენარისთვის და ეს არის 52000 და ეგეც იმიტომ რომ ვიღაცა წამოიყვირა სადღაც Twitter-ზე ან სადღაც წამოიყვირა და შენც მაგას ბრმად მიყვები და მე მიმტკიცებ რომ აი აქ ჩამოვა, იქ ჩამოვა, ზაფხულშიც მოხდება, აი იმის სეზონები და ის, ანუ 1000 სისული, ხო, ანუ ვერ ხვდები რატომ ეჯიბრები, ეს ხო არ არის შეჯიბრების რაღაც სოფლიო შეჯიბრება, რა ვიცი, ევროპული ან ასე შემდეგ, ხო? თუ ფულს აკეთებ, ღმერთმა შეგარგოს, გააკეთე, ხო, უბრალოდ ну ვერ ხვდები, მაგრამ მინდა ერთი რაღაცა გითხრა, თუ შენი გეგმა არ გამართლდა, ну არ ვიცი ახლა შენ 40000 ჩამოსულიყო იყიდიდი თუ არა, იმიტომ რომ ინვესტორი ეგრე არასდროს არ ფიქრობს, როგორც გარკვეული ხალხი წერს ხოლმე კომენტარებში, მაგრამ გესვათ, თუ ბაზარი არ ჩამოვიდა იქამდე, სადაც შენ ელოდებოდი და ის ფანფლუენსერები, რომელსაც შენ უსმენ, მაგ შემთხვევაში შენ დარჩები პოზიციის გარშემო. პოზიცია ჩვეულებრივად არ გექნება, როცა მე მომზადებული ვარ იმ სცენარისთვის, რასაც შენ განიხილავ და სხვა ყველა სცენარისთვისაც, რაც მე აქ ავხსენი და ყველა სცენარი მაქვს უკვე შევსებული, ამიტომ მე უკვე აღარანაირად არაფერი არ მაქვს ანერიული, იმიტომ რომ
ყველაფერი მაქვს გაკეთებული, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ არაფრით შემთხვევაში არ დავჭი წაგებაში და არ დავჭი პოზიციის გარეშე. ნუ ბიტკოინზე უკვე განხილული გვაქვს ყველაფერი, მეგობრებო, ახლა გადავიდეთ ეთერიუმზე. ნუ ეთერიუმზე მეგობრებო, ნუ ძალიან კარგად გამოიყურება ბაზარი, ძალიან მომწონს, აქედან შეიძლება ჩვეულებრივად. ნუ ეთერიუმის ბაზარი ცოტა სხვანაირად გამოიყურება ვიდრე ბიტკოინის, ანუ ეთერიუმი უკვე აქ არის, აი ეს დროპოფიკატეს და რაც ბიტკოინს ჯერ არ გაუტესტია. ნახოთ ისე ქვემოდან რამდენი არის. აქედან აქამდე 35%. ანუ ბიტკოინს ეს არ გაუტესტია, ანუ რა თქმა უნდა ეს დავარიჯექტეთ, როცა შენ რაღაცას არიჯექტებ. ყოველთვის ვამბობ, შენ მიდიხარ და ბრუნდები იმ ადგილზე, საიდანაც დაიწყო ზრდა. საიდან დაიწყო ზრდა, რომელმაც დაგვარიჯექტებინა ეს და ფასი მოვიდა აქამდე, რა თქმა უნდა, აი ამ წერტილიდან დაიწყო. ხო და ამ წერტილიდან, ეს წერტილი გაიტესტა ისე და მივიდივართ მაყო, ხო? მინიმუმ ამ წერტილიდან რო გეყიდა, უკვე 15%-იან მოგებაში იქნებოდი, რაც არის იდეალური. ამიტომ ჩემი ვიდეოებს თუ ყურადღებით უყურებ ხოლმე, შეგიძლია easy money გააკეთო. ნუ რაც შეეხება ეთერიუმს, ნუ ძალიან შორს არ წავალ, ვიცოდით რომ ბაზარმა გააკეთა დიდი ზრდა, აქ იყო გატესტვის ადგილი, ნუ აქ იყო გატესტვის ადგილი და ხედავთ რომ გაიტესტა ეს რენჯიც და ეს იყო მერე ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური სცენარი და შემდეგი ნეგატიური სცენარი გვაქვს აი აქ. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ეს დავარიჯექტეთ, ანუ ხედავთ რომ აქ ჩვენ, ნუ აქ იყო ლოკალური რენჯი, მაგრამ შეგვიძლია უკვე დიდი რენჯი გავაკეთოთ, იმიტომ რომ აი ამას შორის მოძრაობს ესე ვთქვათ ფასი. იმ შემთხვევაში თუ ვერ შევინარჩუნეთ ეს რენჯი და დავკარგეთ, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გავტესტავთ 1580, ნუ $1200 ლეველს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გავარღვიეთ ეს ლეველი, რომელიც არის $340 ლეველი, ნუ მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გვექნება ძალიან დიდი იმპულსი და ეს არის კიდევ ამ რენჯის გარღვევიდან 26, ნახოთ ახლა კიდევ ერთხელ კარგად, აქედან 25%, აქედან 25% და აქამდე უკვე 40% და ნუ მერე უკვე 70 და ასე შემდეგ. მაგრამ იმისთვის რომ მივიდეთ მაგამდე, მოდი წავშალოთ ყველაფერი და განვიხილოთ ესე, როგორც წერან. ანუ ნახეთ, აქაც ტყუილი უბრალოდ არ მომხდარა rejection-ი, ნუ ბიტკოინზეც შეგვიძლია ეს ლეველი ძალიან მომეწონოს მათ შორის, ბიტკოინზეც აი ეს ლეველი, რომელიც ტყუილი უბრალოდ არ დაგვირიჯექტე. არ დავარიჯექტეთ ტყუილი უბრალოდ და ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ ფასი არ ჩერდება იქ ტყუილი უბრალოდ სადაც ჩერდება. წამოვიღებთ აქეთ და ვხედავთ რომ არის კონფირმაცია, ანუ ამაზე მეტი კონფირმაცია და ამაზე მეტი სიზუსტე რა გინდა, ხო? ანუ არასდროს არაფერი არ ხდება ბაზარზე, ტყუილი უბრალოდ, ანუ ხდება ყოველთვის რაღაცა მიზეზის გამო. და შეგიძლია გადახვიდე ხოლმე მარცხნივ და ყოველთვის აუცილებლად დაინახავ ეს ლეველიც აქ ტყუილი უბრალოდ აი აქ არ დარეჯექტებილა, რაც არის იმიტომ რომ ხედავთ აქ რომ რამდენი კონფირმაციები და ინტერაქციები გვაქვს აი ამ ლეველზე, ხო? მაგრამ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩვენას ასიკეთოთ უნდა გამოვიყენოთ და რატო ვამბობ ამას? ვიცით რომ ეს არის ძალიან ძლიერი ლეველი და იმ შემთხვევაში თუ ეს ლეველი გავარღვევთ, გვექნება ძალიან დიდი იმპულსი, ხომ? შეიძლება 1-2 საათში იყოს, აი როგორც აქ ვარდნები გვაქვს, იმ სხელა ზრდები გქონდეს. შეიძლება ჩვეულებრივად იყოს აი ესეთი ზრდები, ხო? ამიტომ იმ შემთხვევაში თუ გავარღვევთ ეს ლეველი, გვექნება ჩემი აზრით კარგი ზრდა და აქაც ზუსტად იგივე არის მეგობრებო, ნუ ვიღაცა ვინც 40,000 ელოდებოდა ბიტკოინზე, შეიძლება ეთერიუმზე ელოდებოდა $1,600, ან შეიძლება საერთოდ $1,200, შეიძლება კიდევ ელოდებოდა $600, რაზეც მე არ ვამბობ რომ შეუძლებელია რომ მოხდეს, შეიძლება მოხდეს, შეიძლება ხვალ გავიღვიძოთ და საერთოდ აქსად ვართ $150-ზე იყოს ეთერიუმი, შესაძლებელი არის, შეიძლება არავინ არ გამოვიწყავს. მაგრამ თუ არ მოხდა ეგ, ნუ მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის ვინც ელოდებოდა უფრო ქვემოთ რიტესტებს, ყველა არის დაგვიანებული. ანუ რას ველოდებით ახლა ჩვენ, მოდი აქ გავაკეთოთ ესეთი ბოქსები, მაგრამ წითელს და ხო, არ ამიხსნია თქვენთვის წითელი დამწვანე რატო ავირჩიე. ანუ აქ წითელი დამწვანე რატო არის? წითელი არის იმიტომ რომ ჯერ ეს იქნება მაგალითად, ანუ თქვათ ეს გავარღვევთ, ხო? ამ შემთხვევაში ეს ლეველი აქ იქნება უკვე რეზისტანსი, სადაც შენეძებ შორტებს, მაგრამ თუ გავარღვევთ ეს ლეველი, მაგ შემთხვევაში იქნება მწვანე ბოქსი, ანუ იქნება სუპორტი და ყიდული. და ამიტომ არის მწვანე და წითელი, ხო? წითელი არის როცა არიჯექტებ და შემდეგ თუ გავარღვევ, მე უკვე ეს ბოქსი ჩვეულებრივად მწვანდება. თუ გავარღვევთ ეს ლეველი, მაგ შემთხვევაში გავტესტავთ აი ამ ლეველს და ეს ლეველის თუ გავარღვევთ, მეგობრებო, არ ვიცი რა უნდა შეგვიშალოს ხელი იმისთვის, რომ all-time high არ გავტესტოთ აი აქ. და აი აქ $3,800-ზე და თუნდაც არ გავარღვევთ და არ გავარღვევთ ძალიან
ძლიერად, იმიტომ რომ ანუ გქონდა ამ ხელაზრდა, ანუ ქვემოდან რომ ავიღოთ, ბოდემიდან რომ ავიღოთ აქ 250-260%-იანი ზრდა გქონდა, შემდეგ გქონდა ამ ხელა კორექცია, 75%-იანი კორექცია და იმ შემთხვევაში თუ მეგობრებო, ანუ გავარღვიეთ ეს ლეველი, რა თქმა უნდა, გავტესტავთ აი ამ ლეველს და ეს ლეველიც თუ გავარღვიეთ, ну, რა თქმა უნდა, გავტესტავთ აი ამ box, აი ეს მომწონს ისე. ეს არის $3,993 და ну ესეც თუ გავარკვევთ მეგობრებო, ჩემი აზრით აუცილებლად გვექნება all time high, მაგრამ ну ამ ლეველების გარღვევაც უკვე ძალიან ბევრს გვაძლევს. აქედანაც უკვე იქნება რამდენი პროცენტი ზრდა, 40%-იანი ზრდა, რაც არის რა თქმა უნდა სასწაული, ხო? ну ვინც მიყვება ჩემ ვედეციას და ვინც აკეთებს ახლა ინვესტიციებს და არ ეშინია თქვენ გილოცავთ, იმიტომ რომ რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ ხართ პოზიციაში. რა თქმა უნდა, არასდროს არ არის ხოლმე სწორი ყველაფერი ერთ ჯერზე გააკეთო ინვესტიცია, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ახლა შენ ხარ ძალიან კარგ სიტუაციაში, იმიტომ თუ აქ გაქვს ნაყიდი უკვე პლუს მინუს უკვე მოგებაში იქნები მაინც 10-15%-იანი, თუ გაარღვია, ну უკვე 40%-იანი მოგებაში იქნები ეთერიუმზე, სადაც რა თქმა უნდა დააფიქსირო მოგებები, ხო და ოქროზე და ვერცხლზეც მე ჩავწერ ვიდეოებს, იმიტომ რომ ძალიან დიდი პანიკა იყო, ბევრი ვერ ხდებოდა რატო ვარდება და შემდეგ, მაგრამ მოდი ეს მომავალი ვიდეოებისთვის შემოვინახოთ. ახლა კიდე შემოვიფარგლოთ Bitcoin და Ethereum-ით. ამიტომ მეგობრებო, ეს არის ჩემი ხედვა Bitcoin-ზე და Ethereum-ზე. კიდევ მინდა ერთხელ გითხრათ ყველას, რომ ზუსტად როცა ყველა პანიკაში არის და არა მარტო Bitcoin-ზე და Ethereum-ზე, ყველგან ხედავ რომ არის დიდი პანიკა. ზუსტად მაშინ კეთდება ფული, ზუსტად მაშინ უნდა იყიდო, იმიტომ რომ ყველას ეშინია, ყველა არის პანიკაში, ყველას გონია რომ უფრო ქვემოთ წამოვა, ყველას ის გონია და როცა ვიღაცას რაღაცა გონია, აი ზუსტად მაშინ ხდება ხოლმე საოცრებები და მე მგონია რომ ეს საოცრება კიდევ ეხლა მოხდება, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე ესე ხდება ხოლმე და არ ვიცი რატომ არ უნდა მოხდეს ეხლაც ეგრე. ყველას ეშინო და ყველა აი კიდე დავარდეს, კიდე ეს, იმას დავალოდები, ამას დავალოდები და ვხედავთ რომ ნუ ისე თუ ასე ყველგან ყველაფერი წყნარდება. ყველა მე აიღო პოზიციები და წარმოიდგინე ეხლა რა მოხდება. ბაზრები რო გაიზრდება, მე დავაფიქსირებ მოგებას. მათ ვინც იყიდეს ისინი დააფიქსირებენ მოგებას. ინვესტორებზე ვამოვიდით ინვესტორებზე, მათ ვინც ვედეციას აფულეს მიყვებიან, ან ჩემი იმას მიყვებიან, რაზეც ვამოვიდ, რომ ყოველთვის შენ უნდა გააკეთო შენი ანალიზი და უნდა გამოყენო რმათ მე, უბრალოდ უნდა გაიაზრო რას ვაკეთებ მე. ну ისინიც მოგებაში იქნებიან, ну ყველა ვინც ქვემოთ იყიდა იქნება მოგებაში, როცა შენ და კიდე სხვები იყვნენ პანიკაში და განიხილავდნენ 40,000 და 30,000 და bla bla bla, რომელიც რომ მოხდეს, მანამდე ბევრი რამე უნდა მოხდეს, აგიხსენეთ წეგან რა ლეველების დაკარგვა არის აუცილებელია. გარღვევა, როცა გაიზრდება ბაზარი, წარმოიდგინეთ, ჩვენ დავაფიქსირებთ მოგებებს და შენ იქნები ჩვენი ლიკვიდობა, იმიტომ რომ შენ დაიწყებ, აი წარმოიდგინე, მოდი ახლა იქ განვიხილოთ, რას ფიქრობს ну ფანატიკოსი, ვინც ესე ვისაც ევჯერა, ესე ვთქვათ, იმ რაღაც სულელე იმების რა, სეზონების და ასე შემდეგ, ხო? აი ბაზარი არის, ვთქვათ, რომ აქამდე ამოვიდა და აქამდე ამოვიდა. ახლა ნახე რა მოხდა. ჩვეულებრივად შესაძლებელი არის, რომ ესეც მოხდეს. ანუ ვთქვათ, რომ მე მაქვს აქ ნაყიდი, ხო და წარმოიდგინე 38%-იანი ზრდა, ხო, ანუ ბაზარი ამოვიდა აქამდე, გაარღვია ესეც, ამოვიდა აქამდე და შენ ხარ პანიკაში, რომ აუ მე 40,000 ველოდებოდი, თურმე მე არ მოხდა და იცი რა, თან მithumetes აქ რო დაინახავ მწვანე სანთლებს, დარწმუნებული ვარ 100% რომ პანიკაში ჩავარდები და გეგონება რომ აი შენ დაკარგე, ანუ არ ზიხარ იმ გაქანებულ მატარებელზე და ანუ გინდა რომ შენ ზიყო და დარწმუნებული ვარ რომ აქ იყიდი, როცა მე აქ გავყიდი, დავაფიქსირებ მოგებას და მე შეიძლება ჩამოვიდეს 40,000 და მე შეიძლება დაკარგო შენ ის შენი ინვესტიცია და გააკეთო ისევ და ისევ სულელური ინვესტიცია, ხო, იმიტომ რომ ესეთ რაღაცას ბევრჯერ მოხდა, ესეთ რაღაცა ხშირად მინახავს, ესეთ რაღაცა მე თვითონაც გამეკეთებია, როცა ვიყავი დამწყები და ასე შემდეგ, მაგრამ როცა შენ უკვე გაიაზრებ, რომ ეს შეჯიბრება კი არ არის, არამედ არის ფულის გაკეთება, ინვესტიცია და ასე შემდეგ, შემდეგ, ну მე უკვე იცვლები, მაგრამ გისურვებთ წარმატებებს, მეგობრებო, თქვენ საქმეში, ვისაც როგორ სურს და აინტერესებს და მიაჩნია ყველა მეგრე უნდა გააკეთოს, შენ კიდე თუ მოგეწონა ვიდეო და ჯერ ახლა გამოწერილი, სხვათა შორის მინდა ვაღიარო, რომ ჩემი მაყურებლების თითქმის 85-90% არის გამომწერი, ერისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. ამიტომ გამოიწერეთ კი ცოტა არასწორი თხოვნა იქნება ჩემგან, მაგრამ თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო და თუ აინტერესებს ვინმეს ესეთი კონტენტი, აუცილებლად გადააზიარეთ. და თუ რაიმე კითხვები გაქვთ, აუცილებლად დასვით კომენტარებში, ან კიდევ შემოდით Discord-ზე და დაგეხმარებით.